რა შეფასება მიიღეს აბიტურიენტებმა უნარჩვევებში ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გახდება ცნობილი. სხვა გამოცდების შედეგებს კი გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად გამოაქვეყნებს. მაია მიმინოშვილი წლევანდელ ეროვნულ გამოცდებს პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ აბიტურიენტებმა ყველაზე კარგი შედეგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე უცხო ენის გამოცდაში აჩვენეს. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს რეჯისტრაცია 36,000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. როგორც ისინი აცხადებენ, მათ ნაწილს ჯერ სასურველი ფაკულტეტი და სასწავლებელი არ აურჩევია და გამოცდების საბოლოო შედეგებს ელოდებიან. Ხოლოს შუადღის შემდგომ აპირებენ უნარების ქულების გამოქვეყნებას და ველოდები, რომ იქნება რაღაც ნორმალური შედეგი მაინც, იმის რაც მთელი წელი ვაკეთეთ, იქნება ასახვა ქულებში. ვუსურვებ ყოველს წარმატებას, იმიტომ რომ ეს ნერვიული ფონი, რაც მთელი წელი გრძელდებოდა, იმედია სასიამოვნოდ დაგვირგვინდება ამ ქულების გამოცხადების შემდეგ. იმიტომ რომ უმეტესობა მოლოდინის რეჟიმშია, იმიტომ რომ განსაზღვროს შემდგომი სასწავლებელი ფაკულტეტი მე მაგალითად ჯერ არ ამირჩევია.